გარდაცვალების გამო. მისი მამაკაცობის მიტროფანით სერაფიმეს ჯოჯო ბოლოდელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულის ტკივილი გამოიწვია. იგი სოხუმიდან იყო და ქვეყნის განსაცდელმა ბუნებრივია მასაც ტკივილიანი ცხოვრება დაგვია. თუმცა განსაცდელები შემდეგში სარწმუნოებდა მით უმეტეს დედაობის ხარისხში ყოფნისას. ის რომ იგი გამოირჩეოდა უწრფელობით, უშურველობით, თავდაბობით, უბრალოებით, შემდომი ხასიათით, სიყვარულით, გამომხმელობით, განსაკუთრებულად გამოჩნდა მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში. ამ თვისებების გამო შეიყვარა იგი ხალხმა ბორჯომშიც, თბილისშიც და საერთოდ ყველგან, სადაც კი მოუწია მას მსახურება. ღმერთმა დაასწროს და საყანესა მართავასა გამოსვენოს მის უსაფსულს, ხოლო სასულიერო პირებს მის საფსოს ახლობლებს და ყველა გულშემატკივარს მომადოს მშვიდობა და მიტროპოლიტ სერაფიმესთვის ლოცვის ძალა. ილია მეორე თურია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. თურია რაიმე დაამატო მისი უწმიდესობის და უმეტესობის სიტყვებს ამ დახასიათებას. შესანიშნავად აღნიშნა მან მეუღლე სერაფიმეს განსაკუთრებული თვისებები, რის გამოც ჩვენი იგი გვიყვარდა და გვეყარება და მოიცემიეთ უნდა და მე მინდა ჩემი მხრიდან ხალხი გავხსოვ კიდევ ერთ მის თვისებას, რომელიც შეიძლება აქ ვერ იქნებოდა აღნიშნული. მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც იგი გახდა სასულიერო პირი, შემდეგ ეპისკოპოსი, აი ამ წერილში აღნიშნულია ქვეყნის ძნელბედობის ჯამი, სირთულეები და საქართველოს გამოიყენა. ამასთან ერთად უამრავი ქართლები გამოიარა ჩვენმა ეკლესიასაც. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მეთაურობით ჩვენმა ეკლესიამ. და მე მინდა აღნიშნო განსაკუთრებული ღირსეული პოზიცია და დამოკიდებულება მეუღლე სერაფიმისი ყველა რთულ ეტაპზე. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი მორჩილებით, მისი უწმიდესობისა და უმრავლესობისადმი ერთგულობით და სიყვარულით. აი ეს მაგალითს ვაზრებთ ჩვენ ყველას. და იმედი გვაქვს, რომ ამ შესანიშნავი თვისებების გამო, რომელიც აქ არის მასწავლებელი, თვალებას შეიცვალებს, მასწავლებს